ბიძინა ივანიშვილი დააკავშირო მერაბ კოსტავასთან და ზვიად გამსახურდიას და პირველად რომ ნახეს სურათი ფეიკი მეგონა აი მეთქი ვიღაცა ბატონო ეხა დავება მეთქი ბიძინას კაცო ბიძინას მეთქი ვიღაცა დაცინის თქო რო აი სად ზვიადი და მერაბი და სად ბიძინა და აკავშირია თქო და ბიჭო ვაღროშთა რომ თურმე მართალი ყოფილა თვითონ ეგენი მე ესე პროპაგანდისტები რო არის შალვა და მისი ორი რო არის მაგაცი ადრე იყო თემური და მისი რაზმი და ხა შალვა და მისი ორი თუნცულა ჩვენ ბავშვობაში რო იყო ბაბო გახსოვს თემური და მისი რაზმი გასწავლდნენ ახლა ოცნებას ყავს შალვა და მისი რაზმი მისი მანდაუშკები 2013 წელს ყვითელ ავტობუსში მებრძოლი რაზმი ბატონო აი კონტროლერებად მუშაობდნენ კონტროლერები იყვნენ ხო ბილეთებს ამოწმებდნენ ხო თუ არა სხვა კი არაფერი კაცო რაზეა არა კაცო არა ვინმე რამე არა კაცო მე მხოლოდ ზუსტად მაგ ვიფიქრე მადლობა რომ მითხარი მაგას გულისხმობ კონტროლერები იყვნენ ყვითელ ავტობუსში რა თქმა უნდა 2013 წელს კი ბატონო მოკლედ ეს შალვა და მისი რაზმი რო ამართლებდა და აპრავებდა მას ბიჭო მეთქი გონია ეს მართალია მეთქი რა და რატო აკეთებს ამას ეს რატო აკეთებენ იმიტომ რომ ეგენი ხედავენ რომ საზოგადოებაში იზრდება ეროვნული სადმი და კონსერვატიული სადმი და ზნეობის სადმი რაღაც აი პატივისცემის ელემენტები ხედავენ ეგენი ამას ეგრეთ წოდებული ჩვენს ეგრეთ წოდებულს კი არა ჩვენ დღეს საუჩვიდეთ მაგის დღესასწაული რო არის ჩვენი აზგასუნებული პატრიარქის მიერ დაწესებული თავიდან როგორ გმობდნენ მე რო შეხედეს რომ ბიჭო ეგენი გონიაო ხალხი მიყვება ამათო ადგილ მე და სათავეში მოექცენ ყვარყვარიზმი ყვარყვარე რომ მანქანა მოატრიალა საწავიდა ჯარიო და რომ მოატრიალა ეგრევე და სათავეში წაიყვანე ბიჭო აქეს ამივდივართო დაფიქრდეთ ახლა ეგენი ეს ხალხი სხვაგან სათავეში დავდგებითო ხო და მოკლედ ამ დღეში არიან და სწორედ ეს უნდათ რომ მიეწოდონ საზოგადოებას რომ ჩვენც ეროვნულები ვართო ზვიადისა და მერაბის საქმის გამგზელებლები ვართო ბიჭო მერაბ აი ზვიად გამსახურდიას ნახე რო გეთქვა რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ მიიღეთ ეს კარგიაო იქ პასუხს მოხდოდნენ უეჭველი აი რეაქცია ექნებოდა ზვიადს და მერაბის ექნებოდა რეაქცია არ ვიცი შეიძლება პირდაპირ მუშტი ყოფილიყო კბილებში მერაბი ლაპარაკსაც არ დაუწყებდა მერაბი სხვა კატეგორია იყო ზვიადი უფრო სხვა კატეგორია იყო და მუშტი მოხდებოდა კბილებში